წარმატება და მარცხი, მიღწევები და პრობლემები, პროფესიონალ ექსპერტთა ანალიზი და მოსაოდნელი შედეგების პროგნოზი, აქტუალური კითხვები და კომპეტენტური პასუხები. დაუთმო დრო ქართულ სპორტს. სპორტ.com რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. დიტო მარინაშვილთან ერთად. საამშვიდობის ზურბასო მეგობრებო, მიმდინარე კვირის მიწურულს ქართული ფეხბურთი უკვე ახალ თავკაცს და შესაბამისად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ეყოლება. ბუნებრივია დუღილის ტემპერატურა მატულობს ეს მოსაოდნელის გახდა, თუმცა მაინც ჩვენ არაერთ გზის გამოთქვით, ვარაუდით, თხოვნად, შემდგომ მოთხოვნას თუგნებავთ, რომ ეს ყველაფერი რაღაც ჩარჩოში ყოფილიყო მოქცეული, მაგრამ არ ქონდა ისე გულახდილო თუ ვიქნებით გულუბრყვილო, თლად ამის დაცვის იმედი, თუმცა იყო რაღაცები, რამაც უბრალოდ ყოველგვარ ზღვარს არის ასეთი ქალაქური გამოთქვა, თვით უზნეობასაც კი გააჩნია თავისი ზღვარიო და აი მასაც გადააჭარბა და ამ ფონზე ყველაზე მეტად რაც შეიძლება ადამიანს მოხდეს გულზე ის რომ ძალიან ცოტა საუბრობთ უშუალოდ ქართული ფეხბურთის ბედიღმალზე, საომავლო ბედიღმალზე, თუ ვის რომელ კანდიდატს როგორ ესახება უშუალოდ ქართული ფეხბურთი, მისი ხედვა და უპირატესად ვარ დაკავებული რაღაც შიდა კულუარული, ვინ რაზე თქვა, ვინ ვის შეურაცხყოფა მიაყენა, ვინ ვის უთხრის, ასე ვთქვათ. ყოველ შემთხვევაში ეს კარგად მოგეხსენებათ, რომ 21 საუკუნეში რბილად რომ თქვათ, არაფერი კარგის მომტანი არ არის. მე კი ბუნებრივია, თქვენი მონამორჩილი არ ვკარგავ დროს მსგავსი, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული ინსინუაციები და მთავარი ის პროგრამა საკმაოდ ნაყოფიერი, სოლიდური და რაც მთავარი ეს არის რეალურად განმახორციელებადი პროგრამა, რომლის ავტორი გახლავთ, აი უშუალოდ ახლა ბევრი თქვენთაგანი იტყვის, რომ რა გვინდა მისი წარდგენა. ძირფასო მეგობრებო, სამწუხარო ჩვენ ისევ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, არათუ პერმანენტული შეხსენება ასე დღის განმავლობაში მარტო დილი და საღამოს რო ახსენო და შუადღისას არა შეიძლება ისის დაავიწყდეთ. ეს უკვე სამწუხაროდ გენეტიკურად ჩამოგვიყალიბდა. მაშასე მოქმედი ფეხბურთელის კარიერა დაიწყო 1998 წელს, 12 წელი დაჰყო მწვანე მინდორზე და რომარა ტრავმა გაცილებით მეც მოასწრებდა და მოახერხებდა. დაიწყო რუსთავის მეტალურგიდან, შემდგომ თბილისის დინამო, ამას მოყვა რიგი გერმანული კლუბები, ტენის ბორუსია, ჰომბურგი, როტვაისი, ბელგიური მეხელენი ეროვნულ ნაკრებში 8 წლის მანძილზე 11 ჩატარებული შეხვედრა და უაღრესად ახალგაზრდა 31 წლის ასაკში თბილისის დინამოს თავარისული რატომღაც მიკვირს პირადად, რომ ბევრს ავიწყდება ის პერიოდი, რომ დინამო თავის ისტორიის მანძილზე ესოდენ ურთულეს ფინანსურ მდგომარეობაში არასდროს ყოფილა და სწორედ ამ დროს აი ჩვენმა დღევანდელმა რესპონდენტმა, ვინაც უაღრესად ახალგაზრდულ ასაკში მიიღო გამოწვევა, გახდა დინამოს თავარი მსვლელი, იმაზე მეტი გააკეთა გაცილებით, ვიდრე უგეგმავდნენ არა მარტო იქ ადგილის შენარჩუნება, საკმაოდ ღირსეულად გამოვიდა გუნდი და ის სწორედ ის გუნდი შემდგომ შეიძინა ცხონებულმა ბადრიმ, აი ის გუნდი, რომელიც დატოვა ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარმა. შემდგომ ახალგაზრდულ ნაკრებს ედგა სათავეში 10 წლის წინ. ესეც რატომღაც ყველას ავიწყდება, რომ მას პრაქტიკულად არათუ პრაქტიკულად რეალურად უალტერნატივა იყო ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში. აბსოლუტურად ყველა უჭერდა მხარს, ისე რომ ვერც კი ბედავდა რომელიმე მათგანი სხვა ოპონენტი კანდიდატურის წამოყენებას და მაშინ იმჟამინდელმა რეჟიმმა ასე პირადად არა მარტო მისი პიროვნების, საერთოდ ოჯახის ეს რბილად რო თქვა ზეწოლაზე ცოტა მეტიც იყო და ეს საჯაროდ გაჟღერდა და ყველას კარგად გახსოვთ, იძულებული გახადეს რომ ეთქვა უარი არჩევნებზე და მას რჩებოდა ორი გამოსავალი, ან საერთოდ წასულიყო ფეხბურთიდან, ან დარჩენილიყო ფეხბურთში და ეღვაცა ის რის შესაძლებლობასაც არსებული ვითარება აძლევდა და რასაც მოჰყვა შემდგომ, განსაკუთრებით მე მინდა 2009 წლის პერიოდიდან მოყოლებული აღნიშნო, 6 წლის განმავლობაში ფედერაციის გენერალური მდივნის პოსტი და აი უამრავი რამ, რაც უამრავი და თქვენ წარმოიდგინეთ იმაზე გაცილებით მეტი, რაც დღემდე გაჟღერებულა გაკეთდა, სწორედ მისი თაოსნობით და ლომისილი მიუძღვის მას. ეს გახლავთ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი ბატონი რეზი არვედაძე. ბატონი რეზი, საღამოშვიდობის და ასე უცებ გავირბინე და ხوار დავაკელი რაღაც მინიმალურ მე მგონი გადაამეტე. არა, გადამეტება, რა ვიცი, რა გითხრათ. ძალიან დიდი შესავალი იყო, დიდი მადლობა მოწვევისთვის, ძალიან დიდი მადლობა ამ ყურადღებისთვის, მადლობა ჩემი დახასიათებისთვის. ერთ რამეს გაუსვავდი ხას ამ ხნის განმავლობაში, მე ამას წინათ რაღაცა ინტერვიუ ქონდა და შესაბამისად იქ თბილისის დინამოს მიმართ ერთი პატარა სიტყვა გაიბარა რა, გაპარტახებული თბილისის დინამო. თბილისის დინამო დიდი გუნდია, თბილისის დინამო გაპარტახებული არა, მაგრამ ფინანსური პრობლემები და რაღაც პრობლემები ქონდა მაგ დროს და თქვენ სწორი დეფინიცია გააკეთეთ. მე ამ ინტერვიუში ყოველ შემთხვევაში ესე მოხდა პრესის ფურცლებზე და არ არის ნამდვილად
შესატყვისი სიტყვა და პრობლემების მქონე იყო მაშინ დინამ. დანარჩენი ყველაფერი სწორია. კელნშიც თამაშობდი მე და ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ჩემ კარიერაში. იმიტომ რომ მაგ დროს ჩვენ ტყუპები ტრაბზონიდან, მე კელნიდან, გიო და მურთაშელია საარბრუკენიდან ერთი წლის თავზე, როდესაც დისკვალიფიკაცია მოუხსნეს თბილისის დინამოს, ჩვენ დავბრუნდით უკან და შევეცადეთ, რომ ჩვენი ოცნებები აგვეხთინა, მაშინ ამ გუნდს გახსოვთ ხო, ალბათ ხანდახან სასწაული გუნდი იყო ასე. ეძახოდე სამწუხაროდ მაშინ მე აბსოლუტურად ვერავის ვერ დავაბრალებ იმას, რომ ჩვენ ვერ შევძელით ამ გუნდის შენარჩუნება, ნუ მოგეხსენებათ მაშინ ეპოქა ბატონოზე, ეპოქა. როგორი მდგომარეობა იყო, სად ცხოვრობდით, გარეთ რა ხდებოდა, რამხელა გამოწვევები ჰქონდა ქვეყანას, ელემენტარულად პურის რიგები იდგა გარეთ და ეს არის ჩემი ყველაზე დიდი ასე ვთქვათ გულის ტკივილი, რომ ჩვენ აი ამ თაობის ფეხბურთელებმა ამ გუნდმა, რომლებიც ერთად მოვდიოდით 4-5 წლის განმავლობაში, ვერ შევძელით ჩვენი ქართველი გულშემატკივრის გახარება და აქედან მინდა რაღაცნაირად გადავხვდე იმ ჩემი უბრალოდ პროგრამაზე კი არ გადავალ რა, მთავარ რამეზე მინდა გადავიდე რა, რომ არ არსებობს წარმატება, არ არსებობს განვითარება, არ არსებობს მასობრიობის წამოწევა პირველ პლანზე და პარალელურად ჩვენ ვარ გქონდეს, ამიტომ ჩვენი ყველაზე დიდი ოცნება არის ყველასი, ყველა თითოეული ქართველის როგორც ფედერაციაში იმუშავებს ის თუ უბრალოდ გულშემატკივარი იქნება თუ კლუბის წარმომადგენელი იქნება, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები მოხვდეს რომელიმე დიდ ფორუმზე. ჩემთვის ეს ყველაზე ლოგიკურად ჩანს 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის გადასახედიდან. ნუ რატომ და როგორ ამას პროგრამის ნაწილში ვილაპარაკებთ? კი, და აქვე ბატონოზე არ შეიძლება არ დავძინო, იცით რომ ეს ასე წაუგებელს რო გეთამაშებიან, კაც გაჟღერდა, იცით ის რომ ელემენტარულად ესო საარჩევნო პროგრამის რასაც ბიჭო, ეს თუ არ არის და ეს თუ გამოწვევა არ იქნება, ეხა ბაბადი ესე როგორ ხდება, ხო? ეხა ჯერ კიდე თქვენ გაიხსენეთ ის პერიოდი, რომ ისეთი ასე ვთქვათ, კაპრიზული და მომთხოვნი ხომა გიყვავს, რომ არ აპატიეს მაშინ საქართველოს ნაკრებს რაღაც საოცარი ფორმაციის ინგლისთან და გერმანიასთან წაგება ის ყადაღებული ბოთლების სროლა და გულის მანუ. ხო და ეხა ისეთი მომენტია, რომ თუ ეს არ შეიტანე და ამ ფონზე როცა გიკიჟინებენ რომ რეიტინგში ეს ადგილი გაქვს და არ გაქვს ელემენტარულად პრიორიტეტები და დასახული ნაკრების წარმატება და კონკრეტული შედეგები ჯერ ამაზე თუ შეიტან მე უკვე იმას გიყვია რატო შეიტანებ და ესე იგი ეს საუგებელი ვერ გავიგე ბატონო პირადად ეხა ჩემი ფედერაციაში დიდი ხნის მუშაობა ხო გამოწვეული არის რამოდენიმე ფაქტორით ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ძირითადი ის რომ მე ესე დავგეგმე ჩემი ცხოვრება რა ესე მომიწია და არაფერს არ უნდა ნოფრო ბუნებრივია არც იმას უნდა ნოფრო თბილისის დინამოში დავბრუნდი არც იმას უნდა ნოფრო რაღაცნაირად შევძელი ამ გუნდისთვის რაღაცა გამეკეთებინა იმიტომ რომ მართლა მძიმე მდგომარეობა იყო დინამოში კი არა საერთოდ მძიმე მდგომარეობა იყო მაშინ და გადავწყვიტე რომ მწუთნელობა დამეწყო გადავწყვიტე რომ რაღაც ფუნქციონირებას დამეწყო ფეხბურთში და ასე ნელ-ნელა აგურ-აგურ ვცდილობდი და ვაშენებდი. ეს მამადი ეს ავიზნებელ თქვენ დაიწყეთ აბსოლუტურად ნულიდან. როცა შეგეძლოთ აბსოლუტურად სხვა მიმართულებით საბძანებული ყავით ბიზნესის მიმართ საერთოდ ევროპაში დაფუძნებული ყავით და გეცხოვრებთ იქნებოდი დავით და ყველაფერი შესაძლებელი აბსოლუტურად ყველაფერი შესაძლებელი იყო და თქვენ ახლა მოგეხსენებათ რომ ახლა ეს მე ჩემი სახელითაც ვლაპარაკობ აქ ჩემი ძმების ფაქტორიც მნიშვნელოვანია და ახლა ეს ცალ-ცალკე ქვეყნებში და შვილები ცალ-ცალკე გაზდას ნამდვილად ჯობდა რომ სადღაც წავსულიყავით და ერთად გაგვეკეთებინა საქმე და მაგრამ ნუ აქ ხა სხვა რამესთან გვაქვს საქმე. ჩვენ გვაქვს საქმე იმასთან, რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა თავის ცხოვრებაში მიიღო ესა თუ ის გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილებაზე აგებს პასუხს და ბუნებრივია ეს გადაწყვეტილება უკავშირდება ოჯახს, უკავშირდება ქვეყანას და უკან ჩვენ იმ საქმეს, რომელ საქმესაც ჩვენ ვაკეთებთ. ეს არის ჩემი ცხოვრება, ფეხბურთია ჩემი ცხოვრება და ვეცადე და ვცდილობ, რომ ყოველდღე რაღაცა ვისწავლო, ყოველდღე რაღაც გამოცდილება შევიძინო, გამოვიყენო ჩემი შესაძლებლობები, კონტაქტები, ცოდნა, გამოცდილება და ვიყო ბატონო, მაბადეთ ეს არის ელემენტარული ჭეშმარიტება კაცობრიობის და მით უფრო როცა ყმადაღებულ ჩვენ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე და თანამედროვე ცივილურ ცხოვრებაზე ვსაუბრობთ, რომ თავარი ადამიანის ის კი არ არის, რა თქმა უნდა, შემოსავალს და იმას კი დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის მატერიალურ მხარეს და მის ცხოვრების დონეს, მაგრამ ის რომ ვაკეთოთ ის რაზეც ვართ მოწოდებული, რაც შეგვიძლია და რაც გვიყვართ, თორე ეხა შეიძლება მაბადეთ ეხა პირობით და პარალელურად წაიყვანო ადამიანი ისეთ სფეროში დაასაგმო, რომ გაცილებით დიდი შემოსავალი და მოგება ქონდეს, მაგრამ იმ ადამიანს გული არ მიუწევდეს, იგი
ეს არის შეგნებული არჩევანი. ნუ ამას უსვავ ხალხს უბრალოდ რომ ყველა იმ ადამიანის ვინც ფეხბურთში არის ჩართული რა. ხა რაც შეეხება იმას რომ რა გამოგვივიდა ამ ხნის განმავლობაში რა არ გამოგვივიდა დიტო ხა ფეხბურთი როგორი სფეროა შენ წარმოგიდგენია და შენ კარგად იცი რა არის უამრავი მაგალითი სადაც ინვესტიციებიც ბევრია, სადაც შესაძლებლობებიც ბევრია, მაგრამ სამაგეროდ არ დგება შედეგი. არც მილიონი მაგალითი ქვეყნების კლუბების შეიძლება და არ შემდგომ. კაიხანი არ დადგეს. ეს იმას არ ნიშნავს რა, რომ ეს მუშაობა, ეს სულისკვეთება არის წყალში გადაყრილი, ხო? ეს სადღაც ყოველთვის ეს სწორი გადაწყვეტილებები რაღაცა შედეგს გამოიღებს. ახლა იცი თქვენ რა, რომ ეს არის სპორტი და ამას ძალიან ბევრი დამთხევა ჭირდება და ეკონომიკური მდგომარეობა, ინფრასტრუქტურული მდგომარეობა, თაობა, ხო, თაობა როგორი რამეა, ხო, თაობა ხო არ შეიძლება რომ ესე ციდან ჩამოვარდეს, ხო? ამ თაობას შეიძლება ვარსკვლავები დაგეყაროს უცბად. და შენ რო არ ელოდები რომელიღაცა ბავშვები ისეთები გახდნენ რომ ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიენ დუდ კლუბებში წავიდნენ ესეთი 1 და 2 კი არ იყოს 4 და 5 იყოს ამასობაში შენ უფრო კარგად დგეხარ ფეხზე უფრო ძლიერი ფედერაცია გაქვს უფრო მეტი საშუალება გაქვს უფრო მეტი ისა გაქვს და ამის სინთეზი ბუნებრივია იძლევა ამ და არ უნდა დაგვავიწყდეს მე მინდა უბივაწე შევახსენო უბრალოდ ეხლა შორს ავიყვანდა ჩამოსვლა მაგრამ ისეთი მეგა საფეხბურთო ქვეყნები მსოფლიოში რომელსაც ბრაზილიას არგენტინას ურუგვაის ურთულესი და არა მარტო იგივე აიღეთ ყმადაღებული ესპანეთი დღეს ახლა ესპანეთის ფანობით არის სამზე საქართველოს მაგრამ ნუ დაავიჯდებათ რომ ესპანეთს უდიდესი 25 წლიანი კრიზისი ჰქონდა პრაქტიკულად ხერიანი საშუალო დონის ფეხბურთელი არ წამოსულა ახლა იმასაც ხო ვერ დააუბრალეთ რომ ესპანეთს ინფრასტრუქტურა აკლდა და ფეხბურთის რა თქმა უნდა 1992 წელს სოფლიო ჩემპიონატი იყო ეგზანით ყველაფერს თავი დავნებო ზურბასო მეგობრებო სამწუხაროდ მოხსენებათ რეგულაციები და ჩვენს გადაცემაში პირველი სარეკლამო ჭრა და ჩვენს ნუმართან მადონ რეზე არბულაძესთან ერთად რამდენიმე წუთში დავბრუნდებით Sport Time. Radio Imedis პირდაპირ ეთერში. დიტო მარინაშვილთან ერთად. დაბრუნდით ზურბასო მეგობრებო მე შეგახსენებთ რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი ბატონი რეზე არბულაძე ბატონი რეზე ჩვენ უშუალოდ არჩევნებთან დაკავშირებით შევჩერდით აი მოკლედ შეიძლება თავმად ითქვას რომ 25 წლიანი დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველი პრეცედენტი იმის რომ არჩევნები მარტად ჩატარდეს ასე კლასიკური დემოკრატიული გზით ყოველგვარი ასე კულუარული ყოველგვარი ხელის გადაგრეხვის ყოველგვარი გნებავთ ღია გნებავთ ფარული ნუ ამის რეალური პირველი რატო იმიტომ რომ სულ პირველი სხვადასხვის შეიძლება ითქვას რომ იქ იყო ისეთი მნიშვნელოვანი დეტალი რომ წმინდა პოლიტიკური გახსოვთ თქვენ ბატონეზე ნუ მაშინდელ თაობას მიაჩნდა რომ ადრე იყო საბჭოთა კავშირის საფეხბურთო სამყაროდან გამოსვლა და იმ ფონზე აი ის ბატონი მოვიდა ნუ ეს იყო უკვე წმინდა ის მე რატო ეხლა იქიდან მოყოლებული ხო რა ხდებოდა ეხლა ეს ისეთი თემაა ხო აბსოლუტურად სხვა გადაცემის თემა ნუ ფაქტია რომ პირველი რეალური პრეცედენტი უშუალოდ და ამ აქაც ნუ უდიდესი პრობლემები შეიქმნა ეხლა სანამ აი თქვენ ჩამოაყალიბებდეთ თქვენ ხედვას უშუალოდ არჩევნებთან დაკავშირებით მე მინდა ესე პირდაპირ კითხოთ ყოფილა ბატონეზის შემთხვევა რომ თუნდაც არ ვამბობ ადრე ბოლო 3 წლის მანძილზე თქვენთან აი დღეს ვისაც აქვთ ეგ სუბიექტობის პრეტენზიები რომ მოემართათ ელემენტარულად ან სუბიექტებს რომ შევეშვათ საარჩევნო კანონის შეცვლის თაობაზე იგივე ის ყმადაღებული სახელმწიფო კომისია რომელსაც კიდევ ერთხელ ხას უსვავ არ მუშაობს და რატო არ მუშაობს შეწყვიტა ფუნქციონირება თუ რა ხდება ის იყო სახელმწიფო კომისია რომელიც პრემიერთან შეიქმნა და უნდა მომსახურებოდა ქართული ფეხბურთის განვითარებას ორი სხდომა იყო ჩატარებული და მესამე რატო არ არის დღემდე ჩატარებული ბოლო 2 წლის მანძილზე ესე თუ ვიღაცა გაგვცემს ამ კითხვაზე პასუხს ისიც სხვადასხვა ისიც ჩემი არ მინდა ეხლა ახლობელზე როგორ თქვა ჰაუგი და რაღაც ისეთი ისინი რომ გამოაქვეყნა ხო აი ბატონი უგრელიძე ხო აი საინტერესოა ხო აი ამ თემებზე უფრო უპრიანი იქნებოდა ამ 3 წლის მანძილზე ბატონი მე ვიცი ერთი რამ რომ თქვენ ყოველთვის იყავით ნებისმიერ საკითხზე დიალოგი ნებისმიერ აზრს იზიარებდით ანუ წმინდა ესე კლასიკური დამოკიდებულება გქონდათ სამართლებრივი საკითხზე კიდევ ერთხელ უბრუნდები ამას კი ბატონო მოგახსენებთ უნდა თქვათ და უნდა აღვნიშნოთ იმიტომ რომ აუცილებელია ეს და თქვენი რო არ გამომივიდეს რამოდენიმე თვის წინ, ახლობთ 1 წლის წინ, როდესაც
სახელმწიფო ფეხბურთის სახელმწიფო კომისიაზე იყო ლაპარაკი გუნდების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით. იქ წარმოიშვა ესეთი იდეა, რომ გუნდების გაზრდა პირდაპირ პროპორციული იყო და დამოკიდებული იყო ხმების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით. ხო, ჩვენ იქ ხაზი გაუსვით და აღნიშნეთ, რომ ისე როგორც წინა არჩევნები, ისე როგორც იმის წინა არჩევნები, იმის წინა კიდე ესე იგი რიგით მესამე უკან არჩევნები უფრო ნაკლები დელეგატების იმაში, რა ქვია, გარემოში ჩატარდა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ კონკრეტული არჩევნებისთვის არ იქნებოდა დამატებული არც ერთი საარჩევნო კვალიფიცირებული სუბიექტის და მეტის ბაბადეთ იმჟამიდელმა მინისტრმა ლევან დავიჯიშმა რამის პიონერული ფიცი დაადებინა იქ საზოგადოებას, რომ ჩვენ იმ შემთხვევაში დავთანხმდებით გუნდების რაოდენობის დას უმაღლეს ლიგაში თუ არ გაიზრდება სუბიექტები. და აქვე უნდა აუცილებლად აღვნიშნოთ, რომ დაუშვათ საჩხერეთ ჩიხურას ჰქონდა ამის სურვილი, ჰქონდა ლანჩხუთის გურიასაც, მაგრამ ლანჩხუთის გურიას გარდა იმისა, რომ სურვილი ჰქონდა, აბსოლუტურად მოუწესრიგებელი და იურიდიული დოკუმენტი. რაც შეეხება საარჩევნო ცვლილებებს და აი მეორე ამ კითხვის მეორე ნაწილს, ამასთან დაკავშირებით არასოდეს არაფერი წინადადებები ფეხბურთის ფედერაციაში არ ყოფილა. თუმცა მე წარმომიდგენია ცოტა სხვანაირად. მე წარმომიდგენია საერთოდ სუბიექტების არსებობა სხვანაირად, მე წარმომიდგენია დაუშვათ ამ სუბიექტების სხვადასხვა რაოდენობის ხმების კატეგორიის ქონა, იმიტომ რომ თქვენ მოგეხსენებათ ახლა, ხო? შეიძლება მოვიდეთ ვეტერანი ფეხბურთელებიდან თქვენ, რომ რატო გვაქვს ჩვენ ერთი ხმა და მოგვეცით მაგალითად 5 ხმა. ხო? და არ შეიძლება ახლა უმეტესობა, ასე ვთქვათ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ირჩევდეს სახელმწიფო კლუბები. არ შეიძლება ამათი რაოდენობა იყოს გაცილებით მეტი, იმიტომ რომ ეს რეალურად ქლიანად ამ იდეას ანგრევს და არღვევს ამ ბალანსს და ფაქტიურად გამოდის, რომ ის გუნდები, რომელიც პირდაპირ ექვემდებარებიან გამგებლებს ან გუბერნატორებს ან რაღაცა სტრუქტურებს, ისინი წყვიტავენ დამოუკიდებელ სპორტულ ფედერაციაში პოლიტიკურ საკითხებს. ბატონოზე მოვადეთ, მე უფრო შორსავალ ეს ყმადაღებული ხა ხშირად გვახსენებენ ხოლმე ბრეჟნევის ხანას და ეპოქას, აი სრული პასუხისმგებლობის შემიძლია გითხრათ, რომ მაშინ გაცილებით მოწესრიგებული იყო. ჩვენ ბატონები ბოდობოდო ვცხოვრობთ კაპიტალისტურ დემოკრატიულ ქვეყანაში, ყოველ შემთხვევაში სურვილი მაინც გვაქვს გვიცხოვროთ, თუ ცხოვრობთ ყმადაღებულ კლასიკურ 60-იან უფრო ხრუშჩოვის პერიოდის ეპოქაში, რა უნდა საერთოდ ამდენ კლუბს და კლუბები, რომელიც შესაბამისად იქიდან გამომდინარე, რომ დღემდე არ იქნა სახელმწიფოს მხრიდან არანაირი პროგრამა ფეხბურთის და საერთოდ სპორტი პროფესიული ხასუსო, პროფესიული განვითარების ვარ დამოკიდებული კლუბებზე, რომელიც ეგრეთ წოდებულ აი ესე ქალაქურად რო ვთქვათ, ვედომსვენის რო ვეძახით, შესაბამისად გამგეობები, ისინი იმიტომ რომ ხედავთ მე გამგებლებს, მუნიციპალიტეტის თავმჯდომარეებს, ზოგადად შეიძლება გუბერნატორის გამოჩნდეს და ეს კლუბები არის ჩამოკიდებული ამ ადამიანების პირდაპირ თქვა არა ფეხბურთის განვითარებაზე, არამედ იმ ვადაზე, რა ვადაში ისინი იქნებიან მათ თანამდებობებზე, ხო მე როცა ავტომატურ რეჟიმში დავებე, ხო ბატონო? თავისთავად ცხადია. რომ არა, კიდევ ერთხელ უბრუნდები, ამ კლუბების არსებობა არის ჩემი აზრით დანაშაული იურიდიულად და მორალურადაც დანაშაულია. აბსოლუტურად. თუმცა ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ საქართველოში ფეხბურთის განვითარება სახელმწიფოს დახმარების გარეშე ყოველ შემთხვევაში პირველი მნიშვნელოვანი წლები აუცილებელია და მნიშვნელოვანია. ეხლა ამის გაგება თუ ადამიანს უნდა რომ სწორედ გაიგოს, ხო ამის ჩამოყალიბება ძალიან მარტივია რა. ჩვენ არ ვლაპარაკობთ აქ მართვაზე და ჩვენ არ ვლაპარაკობთ აქ ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებას. ჩვენ ვლაპარაკობთ აქ პირველ რიგში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის შექმნაზე. მეორე რიგში ჩვენ ვლაპარაკობთ მუნიციპალური კლუბების და სკოლების და აიპების და ასე შემდეგ დაფინანსებაზე. აი სადაც ბოდიშ ზაღლისავია დამარხული ზუსტად. ამის ყველაფრის ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანება შეგვიძლია გნებავთ პრემიერ ლიგა დავარქვათ ამას, გნებავთ პირველი ლიგაც დავარქვათ ამას, გნებავთ ეს სინთეზი ერთად გავაკეთოთ, თალკე კიდე ორგანიზაციები შევქმნათ ამისთვის და ცენტრალიზებულად იქნას ამის მართვა. ამას უნდა დაემატოს ტელევიზია, ამას უნდა დაემატოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ საქართველოში ჩამოტანილი ბევრი მნიშვნელოვანი ტურნირი, თუნდაც ისეთი როგორიც არის 19 წლამდე ევროპის ჩემპიონატი, ხო? 19 წლამდე ევროპის ჩემპიონატი ჭირდება თავის ინფრასტრუქტურა, სავარჯიშო და სათამაშო. 4 უნიკალური მოედანი, ბატონო. 19 წლამდე ჩემპიონატი ჭირდება დაუშვათ აეროპორტიდან სასტუმროებამდე და ბაზებამდე და ასე შემდეგ მინიმალური, ესე იგი, ეს ლოჯისტიკა, ხო? უნდა შექმნას
უნებრივია და პლუს წარმატების შემთხვევაში პირდაპირ გავდივართ 21 წლამდელები საკმაოდ რეალური ახლა ევროპას რომ მოგწოდოთ ბატონო მაშინ იმ დონის ქვეყანაა შენ მიზანი როდესაც გააქვს ხო ყოველთვის შეიძლება ამის განხორციელება თქვენ სუპერთასი ხო ნახეთ სუპერთასი იყო იდეალური მაგალითი იმისთვის როდესაც დავჯექით დავწონეთ და მივხვდით რამხელა საჩუქარი მიიღო საქართველოს და თბილისმა სუპერთასის საქართველოს ჩატარებით დავიწყეთ იმაზე ზრუნვა რომ ჩვენ ქვეყანას ჩვენ სახელმწიფოს გაეკეთებინა ის რაც გააკეთა ფეხბურთის ფედერაციას გაეკეთებინა ის რაც მის მოვალეობაში შედიოდა და UEFA-ს გაეკეთებინა ის რაც დავანებოთ იმას თავი რომ რა ურთიერთობებმა მოიტანა ეს არა და ამის დანებება არ შეიძლება ბატონო ისე ამ პრიზმაში ეგრე არ არის რა ხო რომ აი ფეხბურთის ფედერაციას და UEFA-ს მაგარი ურთიერთობები ქონდა და 3 წლის წინ და 4 წლის წინ ამაზე დაბალაკი რომ დაიწყო თბილისში რომ ჩამოყვიდოდი და რომ დაგეთვალიერებინა დაუშვათ 5 წლის წინ ხო 2010-ში დაიწყო რეალურად ხო ამაზე ლაპარაკი სტადიონები რო გენახა ინფრასტრუქტურა რო გენახა ეს რო გენახა იტყოდი რომ ვაიმე მოდი ხო საშიში ხო არ არის რომ საქართველოს ეს გადავ აი მაგალითი ამას წინუსლებდა 17 წლამდელები წინუსლებდა არაერთი საერთაშორისო ტურნირი ფუტზალის ჩემპიონის ლიგის ფინალი პატარა სამხო ხო შევძლებთ იმიტომ რომ სწორი გადაწყვეტილება იყო იმიტომ იდეა იყო მართალი იმიტომ რომ დავსხედით და ვთქვით რომ ამას ეს სამაგიერო დღეს გვაქვს თბილისის დინამოს ისეთი სტადიონი რომელიც მომავალი 30 წლის განმავლობაში აი პატარა მიკროჩარევების გარდა არასაჭიროებს არაფერს და კაცი მარიცის შეიძლება 3 და 4 წლის წინ ისა მე ჩვენ აქ სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩავატაროთ მაგალითად ევროპის ლიგის ეს ევროპა ლიგის ფინალი ევროპა ლიგის და პლუს შესაძლებელია ხო ყველაფერი შესაძლებელია ხო და ამას ჭირდება ბატონოზე არ ჩავამართოთ ამას სიტყვაში მე მინდა სმენმა იცოდეს რომ იმ ურთიერთობების დალაგება რაც ვირბაზე მეგობრებო ესე მარტივი არ არის უკაცრავად და თქვენ შეიძლება ფიქრობ და მეც მინდა თქვენ მონამორჩილს რომ თქვა და ვიფიქრო რომ ჩვენ ვართ მსოფლიოში დედამიწის ჭიპი მაგრამ არა ვარ და ევროპისთვის ხშირ შემთხვევაში ჩვენ და სამწუხარო და საუბედუროდ ამას ჩემ სუბიექტურას და დამოკიდებულებას კი არ ვარ კამპუჩია და აი როცა კამპუჩიის დონეზე ხარ, მაშინ კეთილი უნდა ინებოდა ეს შეირგო და დასვა ლოგიკური კითხვა რომ რის სანაცვლოდ, რის ხარჯზე და რის საფუძველზე გვაქვს ჩვენ აი ასეთი სერიოზული მიღწევა. თუ ეხა ეს ვიღაცას მიღწევა და არ მიუჩნია, ხო? ნუ ამაზე ჩვენი გადაცემის სტუმართან ბატონ რეზე არველაძის და კიდევ ერთი ვიტყვი რა, ესე იგი სახელმწიფო. ზოგადად საქართველოს სახელმწიფოზე ირჩევს სპორტში პრიორიტეტებს, ხო? რა თქმა უნდა. მაგალითად ფეხბურთს, რაგბს, ბოქს, ისა კრივს და ასე შემდეგ. სამყარო ირჩევს ხელმძღვანელს. რა თქმა უნდა. ხო? თან ესეთი მარტივი ფორმულირება, როგორც ფეხბურთში მაგალითად რა. რაც უფრო მარტივად ითამაშებ, უფრო მაგარი ხარ. უფრო მაგარი ხარ. Sport Time. Radio Imedis პირდაპირ ეთერში. დიტო მარინაშვილთან ერთად. ახლა გიძვირებაზე მეგობრებო, ჩვენი გადაცემის ყველაზე ასეთი მსხვილი დასკვნითი და მნიშვნელოვანი ნაწილი უშუალოდ ის, რაც ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატ ბატონ რეზი არველაძის პროგრამულ და ასე პირად ხედვებსაც ეხება ქართული ფეხბურთის მომავალთან დაკავშირებით. ბატონ რეზი, საიდან დავიწყოთ? მოდით იცით, აი ვახსენეთ სტადიონები და მინდა აი ეს საკმაოდ რთული დილემა, იმიტომ რომ სხვადასხვა დაახლოებით 2 კვირის წინ ქართული რაგბის თავკაცმა ასეთი რამ გააჟღერა, რომ მე შეთავაზება მაქვს საერთოდ მინდა რომ ერთიანი სტადიონები ვაშენოთ ფეხბურთელებმა და მორაგბეებმა და აქ ნუ იგულისხმება რა თქმა უნდა ავტომატურ რეჟიმში. მაგრამ აი რაშია საქმე იცით ბატონ რეზი? აი ეს ხელოვნურ საფარიანი თუ რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ხას უსვა არ იქნა სახელმწიფო ნება სათანადო გადასახადების განთავისუფლებიდან რაც მიცემ გადასახადებზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი არის ამ სტადიონების მოვლა. ხო, ამას გულისხმობ რა თქმა უნდა. ამას ჩვენ ცალ-ცალკე ვერ განვიხილავთ. ვიცი ის რა კითხვა ჩვენ და ბოდიში რომ ჩაგეჩერე. არა, როგორ გეკეთებ, მაგრამ ხომ მეთანხმებით, ვიცით, ეს სისტემა თუ ჩვენ არ დაბრუნდით ბუნებრივ ბალახზე, თაობებს ეხლა მე გეტყვი რა ხდება რა. სოფლიოს აღარ აქვს იმის ფუფუნება რომ ყველა ბალახი იყოს ნატურალური. არც საქართველოში, არც შოტლანდიაში, არც ჰოლანდიაში და შესაბამისად რაც უფრო ზემოთ ჩრდილოეთისკენ ავიწევთ, ნუ არა აქვს და არა აქვს. ნორვეგიაში პრობლემაა. თუმცა ხო ახერხებენ მაინც. არა, ეხლა ეს ერთი თვალი შეხედვით ყველას გონია
ყველას გონია რომ ეს სტადიონი ალბათ ჩვენთან ასეთი ინფორმაცია მოდის თქვა იგივე ახლა არ მოზებეულებოდა შოტლანდიასთან დაკავშირებით რომ პრაქტიკულად არ არსებობს შოტიკოს ჩემპიონატი შოტიკოს კითხი აბა ჰოლანდიის და შოტლანდიის ჩემპიონატში რამდენი უმაღლესი ლიგის გუნდი თამაშობს იმაზე რა ქვია ფორბსების 3 თუ 4-ია და 12 და 3 თუ ითამაშობს რამდენი 25%-ია ხო მე კი არა ვარ მომხრე მე ვერ ვიტან არა თქვენ ახლა როგორც ფეხბურთელი იმიტომ რომ არ შემხვედრიათ ახლა მე ის რაც არ ადიდასის ბუცევი და ბალახი. ეს არის ჩემი თაობა, ხო? ფიშერი, ბრაიტნერი, კოპა მუნდიალი და ბალახი. დინამო, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი და მე პირველი საქართველოს ნაკრები და პირველი, აი, ხო, ეს არის დაუშვათ. იქ არც ხელოვნურია, არც ის არის, რა ქვია, სავარჯიშო ხელოვნური და არაფერი არ არსებობს. ეხლა, ამ ხელოვნური სტადიონების განვითარებაზე ლაბორატორიები, ინსტიტუტები და აკადემიკოსები მუშაობენ. იმიტომ კი არ მუშაობენ რა საქართველოს პრობლემა ხო არ არის ჩვენთან არ გლობალური მსოფლიო პრობლემაა რომ ეს პროცენტულობა ბალანსი თავისთავად ცხადია რომ 4-ჯერ 3-ჯერ მეტი უნდა იყოს ბალახის იმიტომ რომ იმას სხვა ეფექტი აქვს და უფრო ნაკლები უნდა იყოს ხელოვნური მაგრამ ერთ გუნდს რომელსაც მარტო ერთი მოედანი ექნება და იმაზე უნდა ივარჯიშოს და იმაზე უნდა ითამაშოს შესაბამისად ხო ამ შემთხვევაში ჯობია რომ ხელოვნური იყოს ხო თუ არა აქვს საშუალება რომ ორი მოედანი კონდეს ორი რო იყოს ჩემი აზრით ერთი მაინც უნდა იყოს ხელოვნური წვიმა მოვა თოვლი მოვა ზამთარი იქნება ეს იქნება გააჩნია რეგიონების მიხედვით და ჩემი ბატონო მაგრამ ის რომ ოფიციალური თამაშები უნდა ჩატარდეს თავისთავად ცხადია თუმცა ასტანაში ყაზახეთის ეროვნული ნაკრები სადაც ზამთარში ძალიან ცივა და ზაფხულში ცხელა გერმანიის ნაკრებს ეთამაშება ხელოვნური. ბატონო, გეტყვი, მაგრამ თავი ამოსავალი რა არის? აქ არის. ჩვენ საქართველოს ჩამწელობის ფაქტორი. კი ბატონო, იმიტომ რომ ფიზიოლოგები და დაწყებული ტრავმატოლოგები აღარ ვილაპარაკოთ იმაზე. აუცილებლობა გაჩნდა და ეს ხო ბუნებრივია და მისაღებია, რომ გაჩნდა აუცილებლობა, რომ მაშინ არ მოიფიქრებდნენ ხელოვნურ საფარიანს. არა, თქვენ რა ბზანე, მე ზუსტად იქ ვარ. საქართველოში თავისთავად სისტემა თუ არ ეხლა რაც შეეხება ბალახს. ხო? ნაჩუკარი ხო იცი ძნელი მოსავლელია რა. ჩვენ რამოდენიმე ქალაქში გავაკეთეთ ფეხბურთის ფედერაციამ ავირჩიეთ რამოდენიმე ქალაქი სახელმწიფომ მოგცა იმის საშუალება აი მოგცემთ ფულს და მოდი გავაკეთოთ სტადიონები გავაკეთეთ ლანჩხუთში გავაკეთეთ ფოთში გავაკეთეთ გორში გავაკეთეთ ლოკომოტივის სათადარიგო არა ლოკომოტივი ჩვენ თვითონ გავაკეთეთ განმუხურში ეხა უყურე და ჩვენ ნუ იქ ერთი ვისჩენს მოიცალოს ერთი ვინმე და ჩავიდეთ და ნახოს ეს სტადიონი მაგას ჯობდა პირდაპირ ვაცხადე ხმამაღლა ვაცხადე მაგას ჯობდა ხა უყურე რა 300 და 400 კილომეტრში აკეთებ აქედან სტადიონს შესაბამისად შენი ვალდებულება დაამთავრე გააკეთე დრენაჟი გააკეთე მოსარწყავი სისტემა გაასუფთავე იქ დააგე არაჩვეულებრივი ბალახი ბერძნული წარმოების რომელიც აგია ლოკომოტივზე რომელიც აგია ბაზაზე კარგი გორში სადაც თუ არ მოუარეს ამას ხო შესაბამისად აზრი არა აქ ამ ბალახის დაგებას ესე იგი ეხლა უნდა გააყარონ უნდა აყარონ თუ არ მოუარეს თუ არ მოუარეს ან თუ მოუარეს აუცილებლად იქვე უნდა გავაკეთოთ ერთი სავარჯიშო მოედანი ეს არის აი როგორც 2x2 4 ისეთი რამ მე ბელგიაში რომ თამაშობდი გაგეცინება ისეთ მაგარამეს გეტყვი რა ბელგიაში რომ თამაშობდი ჩემი ბაზა და ჩემი სტადიონი იყო ერთ დიდ სივრცეში მოქცეული რა იყო სტადიონი შესაბამისად ამ სტადიონს ჰქონდა შენობა მე იქეთკენ იყო პატარა ქუჩა სადაც შემოვდიოდი და მანქანებს ვაჩერებდი და იმის უკან იყო სავარჯიშო როგორც კი ოდნავ ცუდი ამინდები დაიწყებოდა იმ წუთშივე იმ კარგ მოედანზე კი არ გავარჩევდნენ მესამე მოედანზე გავარჩევდნენ რომ ბოლო 2 დღე თამაშამდე მოედინის ხარისხი ყოფილიყო მიახლოებული სათამაშო მოედნის ხარისხი გახურება რო არის 30 წუთიანი თამაშის წინ გახურება ცენტრალურ მოედანზე კი არ გვაკეთებინებდნენ ორივე გუნდი ჩვენს და მოწინააღმდეგე ეგ სისტემაა ბელგიაში ანდერლეხტში ლიეჟში იქ სადაც და ეს ეფექტურად მუშაობდა საკმაოდ იმ მოედანს თამაშამდე აი პირველი kick-on to kick-off თუ რა ქვია იმას ხო სანამ არ დაიწყებოდა თამაში იქამდე სასტოენამდე მოედანზე არ გვიშვებდნენ გახურება როგორც ხდება მეკარის გახურება ის რაღაცა სათადარიგო კარების გამოტანა ფიზმომნადების უსელის გამოყვანა სტრაფი ნაბიჯი დატორმუზებები დამუხრუჭებები ახტომა და ხო გახურებას ცოტა აზიანებს არ გვიშვებდნენ მოედანს არ გვიშვებდნენ ესე იგი სათამაშო მოედანს
როგორ უფრთხილდებოდა წარმოიდგინე რა ეხა ნახევარი საათი ადრე შევსულიყავთ ეგ თამაშზე ვიღა ფიქრობს მაგაზე ისეც ჩაგარტყავენ და ისეც გაგიყრიან და ისეც გაუყრიან მოედანს რომ საში იმაშო ბელტებით საში მიდროს ბატონო თქვენებოდი მე მინდა უბრალოდ განმეორდე რაც თქვენებთ მოგვე ძალიან კარგად ძვირფასო მეგობრებო ეს ყველაფერი განხორციელდეს მინიმუმ საჭიროა წყლის გადასახადი და წყალს მიაქვს საქართველოს ეს არის ჩვენი ბუნებრივი რესურსი ჩვენი მონაგარი აქ არანაირი სამის დღემჩიოთ კი არ უნდა გააკეთო რაღაცა ეტაპი უნდა ვთქვათ და უნდა დავიწყოთ ამის კეთება რა. ამისათვის უნდა შევქმნათ კომერციული სტრუქტურები, ამისათვის უნდა იყოს სახელმწიფო, უნდა იყოს ლიგა, უნდა ლიგაზე აუცილებლად მომული უნდა იყოს პირველი ლიგა. პირველ ლიგას თუ ჩვენ უმაღლეს ლიგას არ მივაბად, რამდენ გუნდიანი ჩემპიონატს გინდა იმდენ გუნდიანი ჩემპიონატი. აქ თუ ბრილიანტი იქნება და აქ თუ ყანა იქნება პირველ ლიგაში, ხო? აქედან ყველა ვარიანტი მომზადებელი გუნდი გამოდის უმაღლეს ლიგაში. აქედან ამხელა ბიუჯეტით, ერთი კაპიკი ბიუჯეტით. ხო ესე იგი უმაღლეს ლიგაში გადმოდიხარ თუ არა მომავალი წლიდან, ესე იგი მომავალი სეზონიდან. 5 გუნდის ვალდებულება გაქვს. 5 გუნდს როგორ შეინახავ პირველი ლიგის ბიუჯეტით, ხო? 150,000 ლარი როგორ შეინახავ 5 გუნდს. გადმოდიხარ უმაღლეს ლიგაში, ხარ სიტყვაზე არ ვიცი, დასავლეთ საქართველოს რომელიღაცა რეგიონის წარმომადგენელი და იწყებ ძებნას თბილისში ავაზას მათხოვე რა ბავშვები, ისა რა ქვია ეს გავაკეთოთ, ეს UEFA მინდო კი არ მოიგონა, რომ კლუბი რო შექმნა გარდა იმისა რომ გჭირდება გამჭრიახი ჭკვიანი გსონდე განათლებული მენეჯმენტი გარდა იმისა რომ გჭირდება ექიმი რომელსაც ექიმის პროფესია აქვს მასაჟისტი რომელიც მასაჟისტის მენეჯერი რომელსაც განათლება კიდე გჭირდება გუნდი ახალგაზრდა ფეხბურთელები დაკომპლექტებული დაახლოებით 100 კაცი შენი პირველი გუნდის უკან რომელსაც თავისი მსვლელები ყავს ახალგაზრდა მსვლელები ყავს ისინიც ვითარდებიან ისინიც იზრდებიან რომ შენ რო ხარ 1.5 მილიონი გუნდი დაუშვეთ ხო შენ ხო ფეხბურთსაც ვერ იყიდ ეს ხო გამორიცხულია ხო? ესე იგი UEFA-მ რო იცის რომ ეს ძალთა ბალანსი არის ყველგან სხვადასხვანაირი, გაძლევს მაგის საშუალებას, რომ მინიმალური ხარჯებით გააკეთო შენი ინტელექტუალური ქონება შენ თვითონ შექმნა. გააკეთო U10, U12, U14, U14, U16, U18. დაუშვათ, ეს მარტივად ორ-ორი წლით რო გამო. ესე იგი შენ ყველა ვარიანტი არ დაიკარგოს თაობა. დიტო ყველა ვარიანტი უკან იხედები და იცი რას ღებულობ, როგორ ღებულობ. რა დროს გინდა და სად გაძლიერდე. იმ დონეზე ფეხბურთელის დამატებაც ადვილია. გესმის კომპენსაციას გადაიხდი 2,000 იქნება, 3,000 იქნება, გუნდს გააძლიერებ. ეხა გადმოდიხარ და მე რო იწყებ ფეხბურთელებს გუნდის კეთებას და შენ ზურგს უკან არაფერი არ გიმაგრებს. არც დუბლი ყავს კარგი, არც 17 წლამდე ყავს, არც 15 წლამდე ყავს. არავინ არ აქვს. ეს UEFA რატომ მოიგონა? იმიტომ მოიგონა რომ კლუბი არის დიდი ინფრასტრუქტურა. ხო? კლუბს უნდა ყავდეს ბავშვები, კლუბს უნდა ყავდეს, უნდა ყავდეს თავისი მწვრთნელები. კლუბში უნდა იყოს სიცოცხლე, კლუბში უნდა იყოს მუშაობა, ლიცენზირება რა არის? ლიცენზირება მართლა ის კი არ არის, მაგრამ მოიტანონ ფედერაციაში და შეამოწმო და უთხრა, ამაში შეიძლება გაძვრე, ამაში შეიძლება ვერ გაძვრე, იმაში შეიძლება პრობლემები არა. იქ ხალხი მუშაობას სწავლობს. ის ლიცენზირების მოთხოვნებიც იმიტომ რთულდება და იზრდება, რომ შენ მაღალი დონის საშუალო ევროპულმა დონამ მიაღწიოს, პლატინის მთელი ფილოსოფია რა არის რა. რომ ევროპაში სხვა კონტინენტებიდან კი არ შემოვიდნენ ბევრი ფეხბურთელები რა საკუთარი ჩვენი კონტინენტიდან შეივსოს ამას აქვს იურიდიული პრობლემები ამას აქვს საპასპორტო პრობლემები ეს მაგალითად უდიდეს საფეხბურთო ქვეყნებს ისეთ საფეხბურთო ბექა იტალია ხო როგორი პრობლემები შეუქმნა თაობა მოუსმოს ზუსტად ამის უკოლდება აი ყველაზე ნათელი მაგალითი ეხა ინგლისი უძლებს რა იცი რატო უძლებს იმიტომ რომ საოცრება არის ტრადიცია ჩემპიონშიპი ტრადიცია, კონფერენცი ტრადიცია. თუმცა ნაკრები მაინც ვერ კეთდება, ბადორეზი. მაინც. აი, იმიტომ რომ ნაკრებში ძალიან ბევრი უცი, იმიტომ რომ მარჟა, ფულია იმ ხელფასებში, რომ ყველას უნდა რომ წავიდეს ინგლისში. არავის არ უნდა რა, ასარჩევად რომ კონდეს. ხო, ხა თუ მესი არ არის და ბადორეზი ამ ფონზე მოვიდეს, აი ყველაზე ერთ-ერთი მტკივნეული და ყმადაღებული თემა, თუ აი როგორ მიგაჩნია და აი დაახლოებით როგორი ხვედრითი წილია საჭირო სახელმწიფოს, რომ მთლად ეხა 100%-ით კი ბატონო ვერ გავათავისუფლეთ, მაგრამ მნიშვნელოვანი ძვრები დაიწყოს ფედერალობაში მაგ ინფრასტრუქტურის და მატერიალური მხრივ საფეხბურთო სკოლების მხრიდან. თვითონ ეხა მოდი ესეთი რამე ვთქვათ რა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე ვარ სახელმწიფოს მხარეს რა კუთხე. დიახ. არ შეიძლება შენ გააკეთო ბიუჯეტი და იმდენი რამე გაანთავისუფლო გადასახადებისგან, რაც სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება. მაგრამ ჩვენი სპორტული და სახელმწიფო, სპორტული და საფეხბურთო ინფრასტრუქტურა დღეს არ არის იმხელა და არ არის იმდენი, რომ სახელმწიფომ ვერ შეძლოს შეღავათების გაკეთება, ხო?
ის რასაც ჩვენი სახელმწიფო დღეს დაუშვათ აკეთებს დაზღვევის კუთხით, ხო? საკმაოდ მოცულობითია და თვითანხებთან არის დაკავშირებული, ხო? რახან ამის აუცილებლობა დადგა, ეს გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული, ხო? და მილიონმა ადამიანმა შეძლო, რასაც ვერ მკურნალობდა, დღეს მკურნალობს, სადაც ფულს ვერ იხდიდა, იმიტომ რომ არ ქონდა დღეს უფულოდ აკეთებს. ამიტომ აქ ჩემი აზრით, ფინანსისტემა, ფინანსთა სამინისტრომ, სპორტის სამინისტრომ, ფედერაციებმა, ხო? ჯერ უნდა გააკეთონ, ჯერ უნდა შევქმნათ ამის ჩამონათვალი. ჯერ უნდა ნახოთ რაზე არის ლაპარაკი. ხო, ქონების გადასახადი იდეალური გამოსავალია, რომ ესე იგი 1%-დან ჩამოვიდა 0.01%-ამდე და 350.000 სიტყვაზე ლარის მაგივრად წელიწადში 35.000 ლარი, 35.000, მაგრამ 0 შეიძლება არ გადაგახტევინონ, მაგრამ 35-იც რო გადაგახტევინონ, უკვე სადა დედამიწა არის, ხო? დაუშვათ წყლის ტარიფი. ხო? არის კომპანია, რომელიც წყლით სულდგმულობს და ვერ გამოუშვებს ვერაფერს რა წყლის გარეშე, ხო? იმას და სხვის დახარჯულ წყალს შორის ხო შეიძლება დიფერენცირება. შეიძლება კი რა აუცილებელი. თუ შეიძლება, შესაბამისად შეიძლება რომ სპორტსაც რაღაცა გარკვეული ბადით მაინც, ხო? იმიტომ რომ ამას ხომ კომერციული კუთხით არ მოვიხმარ ამას. იმიტომ ეს სადღაც რომ შენ სახელმწიფოს ბიუჯეტს რო ფული აგდება, ეს ფული საიდანაც ხო უნდა მოვიდეს და ხო უნდა შეივსოს, ხო? ეხა მე დამაკელი ძმაო და ეხა ადექით აქსიზი მოუმატე რაღაცას, ხო? ამიტომ ბიზნესის სპორტის, სპორტული ინფრასტრუქტურის, ქველმოქმედების და აი ამის ერთი მთლიანი რაღაცნაირი ჯაჭვი უნდა მოინახოს, ხო? აი მე თუ არ გადამახტევინებ დაუშვათ სახელმწიფოში აი ამ პროცენტს და მე ამ ფულს წავიღებ. აი 10 მაინტი უნდა გადავიხადო სახელმწიფოში. 8-ს გადავიხდი. 2-ს წავიღებ ფეხბურთში, ან რაგბიში, ან კალათბურთში. ამ 2-დან ისე 20% კი არ გადამახტევინო. აი ამ 2-დან რომელსაც იქ მივიტან, გადამახტევინე 12. მეც მოგებული ვარ, ეს ხო ვაფშე გარანტირებული და არც სახელმწიფო არ ზარალობს. და ბევრს არაფერს არ ზარალობს სახელმწიფო. რა მე ეხა კიდე ერთხელ ვიძახი რა, ეხა მე არ მაქვს სპეციალური ფინანსური განათლება და არ მისწავლია. არა, მესმის ბადონი, ეს სამსები ლოგიკური კიდე ერთხელ ვიძახი რა, მაგალითები ჩვენ შეგვიძლია ვიპოვნოთ. მაგალითი არის მაგალითად თურქეთი. კი. ბადონეზე უკასრავად აი თურქეთთან დაკავშირებით დრო რო არ დავკარგოთ. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და ისეთი თემა, რაც სხვადასხვა აი პირველი ასე ვთქვათ, აი პირველი მერცხალი იყო სწორედ თქვენი ძმის შოთი არვადაძის მიერ, მაგრამ ეს იყო შოთის პიროვნული ნაბიჯი მხედველობაში მაგის, რომ პირველი პრეცედენტი 25 წლის მანძილზე ეს მარტო ფეხბურთს არ ეხება, ეს ეხება სათამაშო ბურთიან სახეობებს, კერძოდ კალათბურთს, რაგბს, ხელბურთს, ხალბურთს, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, რომ ქართველი სპეციალისტი მიემგზავრება უშუალოდ და მუშაობს, ანუ საქმდება კლუბში და იღებს იმ ცოდნას და გამოცდილებას, რასაც სამწუხაროდ მარტო დღემდე შეუფარგლული სემინარებით, თორე ეხა დამეთანხმებით, სკიფო არ მიწყებს, ეხა უგასრავად მეგობრებო, საკუთარ ყურებს ისევ ნახავდა ევროპის გუნდს, რატო იცი, მაგრამ ეს აიყო შოთი საკუთარ თავზე, გარისკა, იმიტომ გარისკა, როცა თურქულ გრანჩი მუშაობს, შესაბამისად და მერთმანუგრას რაღაც ისე რო არ წავიდეს, მე ელემენტარულად მოგთხოვენ პასუხს, როგორ 100 მილიონიან ქვეყანაში შენ სპეციალისტი ვერ მოიძიე თუ რა, გარისკა. და ეს იყო უაღრესად დასაბასებელი და პირველი ნაბიჯი რო სკიფო დაბრუნდება რაღაც პერიოდის შემდეგ საქართველოში და დაბრუნდება დევდარიაში უკვე სერიოზული განათლების და გამოცდილების მქონე. აი ბატონო, ეხა ხო და აი პარალელურად სწავლობს პროლიცენზიაზე და დაამთავრებს და მიიღებს. და ხო წარმოგიდგენიათ რა დონის სპეციალისტი, მაგრამ ეს რომ იყოს, ნუ თლად რეგულარული თუ არა, ყოველ შემთხვევაში რაღაც ნაწილი. აი ამ ხრივ რა პერსპექტივას ხედავთ, აი როგორ შეიძლება პერსპექტივას ხედავ ამ ხრივ რა. ყველა ამბობს რომ ჩვენ შეგვიძლია უკაცრავად ინტეგრირება გუნდებთან, ოღონდ მათ უნდა იხადოთ ახლა. ვინც სწავლა, იმან უნდა გარისკოს და იმან უნდა წაიყვანოს კიდე ბევრი ქართველი თან. ეს ადვილი საქმე არ არის. ეს გაუკეთებია ქეცბაიას კიპრზე, ეს გაუკეთებია ცხადაძეს აზერბაიჯანში. ხა თურქეთი მაგრამ გრანზია საუბარი უკვე დასავლეთ ქვეყანაა და რა თქმა უნდა. ერთი რამე არის აქ არის მნიშვნელოვანი რა. როგორც შენ ამას უყურებ, შენ კონკრეტული ქვეყანაში, სადაც მუშაობ, ხო? კრიტერიუმი რა არის, როცა მიყავს მწვრთნელი, ხო? კრიტერიუმი არის რა ცოდნა აქვს იმაზე შესაბამისად გიორგი დევდარიანი ამ კუთხით ძალიან კარგი კადრია, იმიტომ რომ კი, მაგრამ არა თურქისთვის, ხო თურქი არის ცნობილი. თავისთავად, შოტიკოსთვის ხომ მნიშვნელოვანია რა, არაფერზე ყველაფერს ეტყვის. რასაც ხედავს თავისებურად ეტყვის, შეაჯანჯღარებს, იმას იზავს, არ მოერიდება, იმიტომ რომ ძმები არიან, მეგობრები არიან. ესე ხო აკეთებ შენ გუნდში, საქართველოში ხო. მე არის მეორე საკითხია, ხო, ერთგულების საკითხი აქ ძალიან მნიშვნელოვანი რა, იმიტომ რომ შენ ამ გუნდის წევრი ხდები
შენ ამ გუნდის წევრი ხდები, ხა შოტიკოს კი არ ეხება ეს, მაგრამ აი შენ როცა მოგყავს ვიღაცა, ხო? ხა მაგის მეტი რა მინახია რა. მწვრთნელებს როგორ არჩევენ, რატო არჩევენ ესეც, რომ ამბიციო იყოს და რომ აიმედე და მე ეს არ გამიკეთოს და აიმედე და მე ეს არ გამიკეთოს. არ არის მაგაზე ლაპარაკი. ჩვენთვის მთავარი რა არის რა. ჩვენ დღეიდან უკვე გვეყოლება 15 ახალი პროლიცენზიის მსველი, დღეიდან თუ პირველი რიცხვი 3 დღეში, პირველი რიცხვიდან. და ეს არის ნიშნულოვანი იქიდან გამომდინარე, რომ ეს საბუთი რანაირი მაგარიც არ უნდა იყოს. თუ ის არ არის გაჯერებული, რა თქმა უნდა. რაც გინდა ის გააკეთე რა, თუ გინდა იჯექი და ტელევიზორში შენი იდეებით იცხოვროს ნახევარმა საფეხბურთო სამყარო, შენ თავარი მსვლელი ვერ გახდები, სკამზე ვერ დაჯდები. სათათარიგო სკამზე თუ არა გაქვს პროლიცენზი. ეს ბატონო სამწუხაროდ იწურება ჩვენი გაცემის რომ რას ეთყოდით მსმენელს არჩევნებამდე დარჩა სულ 5 დღე. არჩევნებამდე ახლა 5 დღე დარჩა, მეც მაგას ვეთყოდი რა, რომ ყოველ შემთხვევაში თქვენ ალბათ ყველგან მისმენთ, ჩემო ძვირფასო მსმენელებოს და მაყურებლებოს, მე არასოდეს არც ერთი ჩემი ოპონენტი არ მომიხსენებია უდიერად. ყოველთვის ვლაპარაკობ ჩემ კონკრეტულ გეგმებზე, კონკრეტულად ვლაპარაკობ იმაზე თუ რას გავაკეთებდი მე. შესაბამისად მინდა რომ ეს არჩევნები იყოს ქართული რეალობიდან ისტორიულად ყველაზე უფრო ჯანსაღი, ყველაზე უფრო კარგი. ეს იმით ყველა არ ვახსენე ამ ჩემი ოპონენტებთან მიმართებაში რა, რომ ეს ყოველთვის იყოს ეს ზღვარი ერთმანეთთან დამოკიდებულებაში დაცული, რაც შეიძლება მინიმალიზირებული იყოს ყველანაირი ჩარევები ამ არჩევნებში. მე ძალიან მარტივად ავხსნი ჩემ გადაწყვეტილებას რა. მე ეს კანდიდატურა იმიტომ დავაყენე, რომ მე ამდენი ხანი ვიმუშავე, ამ ხელა გამოცდილება დავაგროვე. ამ ადამიანებთან მქონდა სულ ყველასთან კონსულტაცია. გასაგებია თქვენ ვიღაცები შეიძლება მოგწონთ, ვიღაცები არ მოგწონთ, მეც შეიძლება არ მოგწონოთ, მაგრამ იმის უფლებას მე ვერავინ ვერ ჩამომართმევს, რომ ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე მივიღე ეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში მივიღო მონაწილეობა. ბუნებრივია ძალიან გულშემატკივრობ ჩემს საკუთარ თავს და მინდა რომ ეს ყველაფერი კარგად მოხდეს, მაქვს იმის რესურსიც, იმის გამოცდილებაც და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს გამოვიყენებ ჩემ ურთიერთობებსაც, ჩემ შესაძლებლობებსაც, ჩემს გამოცდილებასაც და ამაში ძალიან მნიშვნელოვანია თქვი მე სახელმწიფოს როლი ძალიან მნიშვნელოვანია. აუცილებელი არის ტელევიზიის უფრო დიდი დოზით და საერთოდ მასმედიის უფრო დიდი დოზით ამის ჩართვა და ბუნებრივია ხა FIFA-ს და UEFA-ს გარეშე და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო და სწორი ურთიერთობების გარეშე სხვა დანარჩენი გასაგებია საქართველოს ქართველები ხო იცი მაინც ემოციური ისეთი ადამიანები ვართ და მაგრამ ამ შემთხვევაში ვიგონია ბალორეზე იმედი რომ ამ შემთხვევაში მაინც დაირღვევა ერთობუსი ამ ტრადიცია და სამართლებრივი მიდგომა და პრინციპი პიროვნების და გუნდის მიმართ იქნება დაცული. მე უბრალოდ არ მინდა ეხა მინორზე დავასრულო გადაცემა, მხოლოდ მინდა საზოგადოება შევახსენო, ეს ჩემ თაობას და უფროს თაობას ეხება ანდრო ჟორდანია, მიშა მესხი უფროსი, სლავ მეტრეველი, ალეშე კოდრიგაძე, დათო ყიფიანი, იგივე მიშა კორკია. თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ, რომ საზოგადოების ნიჰილისტური დამოკიდებულების ისარგებლა მავანმა პირმა თუ პირებმა და ეს ადამიანები თავის დროზე მოკვეთეს მათთვის აღვარელი საქმიდან და რა მოიგო უშუალოდ ქართულმა ფეხბურთმა და გენებად ქართულმა გალბურთმა, ესეც ძალიან კარგად და ნათათხად. ამჯერად ეს ტრადიცია უნდა დაირღვეს, არავინ არ გეუბნებათ, რომ გინდა თუ არა დრეზე არველაძეს მიეცით ხარი დაუჯერეს, უბრალოდ ნუ გაცდებით სამართლებრივ სივრცეს. ეს ბუმერანგივით ისევ თითოეული ჩვენთან არის საწინააღმდეგო დაბრუნდება. მე კი ბატონრეზი წარმატება და ღერძელობა მინდა გისურვოთ. დიდი მადლობა მოწვევისთვის და მეც მინდა რომ წარმატებები გისურვოთ თქვენს და თქვენს რადიოსაც. წარმატება და მარცხი, მიღწევები და პრობლემები, პროფესიონალ ექსპერტთა ანალიზი და მოსაოდნელი შედეგების პროგნოზი, აქტუალური კითხვები და კომპეტენტური პასუხები. დაუთმო დრო ქართულ სპორტს. სპორტ-თომი, რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. დიტო მარინაშვილთან ერთად.